ჩემო ძვირფასო სვენელებო და მეგობრებო, ახლა მე მინდა თქვენ შემოგდავარდოთ ვიდეოს გაგრძელება ნეფილიმები და ცველები. ენოქის წიგნი. ენოქის წიგნის მოკლე განხილვას თავაზობთ ავტორი. არა, მე არ ვაპირებ, როგორც გითხარით, აქ ენოქის წიგნის წაკითხვა არ ხდება. უბრალოდ მე შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში მოკლე განხილვას ენოქის წიგნისა, ამიტომ პირველი ნაწილი წინა ჩართვაში ჩავწერე და დავდე, ახლა ვაგრძელებ ამ თემაზე ვიდეო ჩაწერას. მაშ დავიწყოთ. სემიაზის და სხვა მცველებს მისცეს დავალება თვალყური ედევნა ამ ცოდვილი შვილების განადგურებაზე მიედევნა თვალი. სანამ ამ დანარჩენ 200 ანგელოზებს დაამწყდებდნენ, მათ ანახეს თუ როგორ ხტებიან მათი შვილები. არქანგელ მიხაელს ზეციური მეომრობის თავარცარდალს ხო მიეცა დავალება დაეპატიმრა ყველა მცველები. წადი მიხაელ, შეკარი სემიასა და სხვა დანარჩენები, რომლებაც იმღუშენ ადამიანის ქალიშვილებთან და თავი გაიბილწეს მასეთი საქციელით. და როდესაც მათი ვაჟები დაიღუპებიან, ისინი ნახავენ თავისი შეყვარებულების განადგურებას. შეკარი ისინი 70 მოდგმაზე გორებით და ბიწებით იმ დღემდე, სანამ მათი სასამართლოს დღე არ დადგება. სანამ სასამართლო, რომელიც მარადიულია, არ დამთავრდება. 60 მოდგმა, ყოველი 40 წლით. 60 მოდგმა და ყოველი 40 წლით. რაც შეადგენს 2800 წელს ტყვეობაში. ეს ანგელოზები, დაცემული ანგელოზები უნდა შეეკრათ და დაიგდოთ მიწისქვეშ, მიწის სიღრმეში, სინათლისგან შორს, ხაერისგან შორს, სიცოცხლისგან შორს. მათი დატყვევება იყო არა უბრალოდ ფიზიკური დატყვევა, არამედ ეს იყო სულიერი დახჩობა, სრული იზოლაცია, სრული მოწყვეტა ღვთაებრივი წყაროსაგან. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ანგელოზები ამათ ჰქონდათ პირდაპირი ცდომა ღვთაებრივ წყაროსთან და ახლა კი მათ ისე შეკრავენ და ისეთ იზოლირებას გაუკეთებენ, რომ იმ სულიერ ჭეშმარიტ წყაროსთანაც არ ექნება კონტაქტი. საერთოდ არავისთან არ ექნება ზეთიურ წარმომადგენელთან კონტაქტი, რადგან მათ აქციეს ზურგი ამ ღვთაებრივ წყაროს. ხო, ეს უჩვენებს იმას, რომ მათი სასჯელი არ იყო ჯერ საბოლოო სასჯელი, არამედ სასამართლოს, ღვთაებრივ სასამართლოს ელოდებოდნენ. მაშინ დასრულდებოდა მათი სასჯელი. და ეს მცველები არიან დატყვევებული მათ სასამართლო დღემდე, რომელიც რასაც დაჭირდება დიდი დრო. იმ დღეს, როდესაც დადგება საბოლოო სასამართლო, როდესაც კოსმოსის მთელი ისტორია იქნება დასრულებული, ალბათ აქ გულისხმობენ სვაროგის ღამეს, ან ბრამა და სვაროგს ერთმანეთს აიგივებენ ბრამას ღამეს, როდესაც მე ზოგჯერ ხოლმე გახსენებდი თქვენ ვიდეოებში, არ მახსოვს უცად რომელ ვიდეოში მაქვს ეს ნათქვამი, რომ დედამიწა გადის მანვატარას ციკლებს და ახლა ეს არის ბოლო მანვატარა და ხო აიკეცოს უნდა სამყარო და აკეცვა მოხდება ფიზიკური მატერიალური სამყაროთი. ეს ბუნებრივი ციკლია. ხო და ამას გულისხმობდა ახლა
ავტორმა არ ახსნა ეს თუ, მაგრამ მე მივხვდი. საბოლოო სასამართლო ქვია ამას, როდესაც ყველაფერი აიკეცება და ეს ბოროტი თესლები, ბოროტი სულები, თუნდაც ზეთიური სამყაროს წარმომადგენელი იყოს და გაბოროტდა. ისინი ნადგურდებიან ამ აკეცვის მომენტში, ყველაფერი ბოროტი ნადგურდება და როდესაც შემდეგ თავიდან გაიხსნება სამყარო, იქ მათთვის ადგილი არ იქნება. და როდესაც დადგებაო ეს სასამართლო დღე, ეს მცველები განთავისუფლებიანო ტყვეობა არა, პატიმრობიდან, იმისთვის რომ წარსგნენ ფინალური სასამართლოს წინაშე. ენოქის წიგნი მიუთითებს, რომ ისინი იქნებიან ჩაგდებული ცეცხლში მარადიული განადგურებისთვის. მათი დაცემა დასრულდება არა მხოლოდ მათი ანგელოზური სტატუსის დაკარგვით, არამედ მათ სრულიად წაშლიან არსებობიდან. მათი არსებობას დაესმება ბოლო. ისინი საერთოდ არ იარსებებენ. გააქრობენ მაგათ. უტილიზაციას გაუკეთებენ. ამ ცულების დაპატიმრების შემდეგ და მათი ეგრეთ ვთქვათ თანამედროვეენით საკნივში განთავსების შემდეგ, იქ სხვადასხვა ადგილებია, ორმოები, თხრილები, მათ სრული იზოლაცია უნდა გაუკეთდა უბრალოდ და ისინი თხოვენ ენოქს, ეს ცველები, ეს 200 მცველი, ესენი თხოვენ ენოქს გახდეს შუამავალი მათ და მაღალი აბსოლუტი ღვთაებრივი წყაროს შორის. თხოვენ ენოქმა დაწეროს პეტიცია მათი სახელით, რომ ენოქმა თხოვონ იმ ღვთაებრივ წყაროს პატიება მათ გამო. ენოქი თახდება და ეწვია ღვთაებრივ ტახტს. იქ კი ენოქს მისცენ პასუხი და უთხრეს ენოქს, წადი და გადაეცი იმ დამცველებს, რომლებიც დაეცნენ და გამოგზავნენ შენ, რომ შენ სთხოვო მათ გამო. უთხარი მათ, რომ მაგათმა უნდა სთხოვონ ადამიანების გამო და არა ადამიანმა უნდა სთხოვოს პატიება მათ გამო. ხომ გაიგეთ, არამედ ეს 200 ანგელოზი, ესენი უნდა ყოფილიყვნენ შუადგომლები ღვთაებრივი წყაროს და ჩვენ შორის, მაგრამ რადგან ისინი დაეცნენ და გაგზავნენ ენოქს უთხრენ, რომ პირიქით, ისინი უნდა ყოფილიყვნენ შუადგომლები ადამიანებ და ჩვენ შორისო. და არა ადამიანი არ უნდა ყოფილიყო შუამდგომელი. მათ გამო რატომ დატოვეთ თქვენ მაღალი და წმინდა ზეციური ადგილები და დაწეხით ქალებთან და იბიუწეთ ამით. ისინი ცოლად მოიყვანენ და მოიქეცთ ისე, როგორც დედამიწის შვილები და გააჩინეთ გიგანტური ვაჟები. აბსოლუტის პასუხი იყო, რომ პატიება შეუძლებელია. ცველები, რომლებიც ფლობდნენ სულის უკვდავებით, მარად დაკარგავენ სიმშვიდეს. მათი შთამომავლობა ნეფილიმებისა კი იყვნენ განადგურებული ფიზიკურად, მაგრამ მათი სულები გადაიქცნენ ბოროტ სულებად, რომლებიც იბუდიალებენ დედამიწაზე, მანამ სანამ ესე იგი იბუდიალებენო დედამიწაზე და ზიანს მიაყენებენო ადამიანებს. ეს დეტალი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ენოქის წიგნის თანახმად დემონი, რომელიც ტანჯავს კაცობრიობას, არ არიან თავიდანვე ბოროტი სულები ან
ჰიბრიდულ არსებებს, რომლების სულიერი კომპონენტები ვერ პოულობენ სიმშვიდეს ფიზიკური სიკვდილის შემდეგ. მათი ანგელოზური ნახევარი აძლევს მას სუპერძალას, ხელისუფლებას, ძალას აძლევს. მათი ადამიანური ნახევარი კი აკავშირებს მათ მატერიალურ სამყაროსთან და მათ სურვილებთან. ისინი უძლურები არიან, მათ არ შეუძლიათ არც ცისკენ აღემართონ, ამაღლდნენ, ვერ ამაღლდებიან და ვერც მატერიაში იფანტებიან სრულად ვერ იფანტებიანო, ესე იგი ვერც ზეცაშიადიანო, ვერც მატერიალურ სამყაროში იფანტებიანო, ვერ იკარგებიანო სრულად. ამიტომ ისინი არსებობენ ამ ორ მდგომარეობას შუა, ესე იგი ზეთიური და მიწიერ სამყაროს შუა, უსხეულო, მაგრამ მიწაზე მიბმული, რომლებსაც წყურიათ ფიზიკური გამოცდილება, რომლის საშუალება მათ არ აქვთ. ამიტომ ამ ნეფილიმების სულები ხდებიან ადამიანური საზოგადოების პარაზიტები, რომლებიც ეძებენ მანიპულაციას, ნგრევას, გრძნობებს. ადრინდელ ქრისტიანობაში იესოს მოწაფეები სულ მოიშველიებდნენ ამ ენოქის წინს. იუდას წერილში პირდაპირ ხდება ციტირება ენოქის წინზე, სადაც იხსენიებენ ანგელოზებს, რომლებაც ვერ შეინარჩუნენ თავისი ღირსება, მაგრამ დატოვეს თავისი საცხოვრისი. პეტრეს მეორე გზავნილი აგრეთვე პეტრეს ამ წერილში ნახსენებია ანგელოზებზე, რომლებმაც შეცვალდნენ და გამულები არიან სიბნელის ჯაჭვებით სამართლო დღემდე. ადრინდელი ეკლესიის მამები იუსტინი წამებელის ჩათვლით, იუსტინ მუჩენიკ, აგრეთვე ირინეე, ტერტულიანე თვლიდნენ ენოქის წინს, ნამდვილ წიგნად, ორიგინალურ წიგნად და ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებად, მაგრამ უკვე მეოთხე საუკუნეში ჩვენი ერისა ეკლესიის ურთიერთობა ენოქის წიგნის მიმართ, ეკლესიის განწყობა შეიცვალა. ნეტარი იერამინი და ნეტარი ავგუსტინი მაგათმა უკუაგდეს ენოქის წიგნი, როგორც არა კანონიერი წიგნი. მიზეზები იყო ბევრი, რადგან ტექსტი გთავაზობდა კოსმოლოგიას, ანდროლოგიას, რომელიც არ ეთანხმებოდა იმ მომენტში ფორმირებაში ყოფ ორთოდოქსალურ მდგომარეობას. და ისტორია სექსუალური კავშირისა ანგელოზების და ადამიანების ქალებისა თეოლოგიურად იყო პრობლემატიური. იმის იდეა, რომ ანგელოზებს ექნებოდათ რაღაც ფიზიკური სხეულები და ისინი შეძლებდნენ შთამომავლობის ესე იგი შექმნას, ეწინააღმდეგებოდა იმ მომენტში განვითარება დოქტრინას ანგელოზების სულიერ ბუნებაზე. უფრო მეტიც, ტექსტი იძლეოდა ძალიან ბევრ დეტალებს დაცემულ ანგელოზებზე, მათ სახელებზე, მათ მეთოდებზე, რაც შეიძლება გამოიყენებინათ ოკულტურ პრაქტიკებზე. ეს ენოქის წიგნი იყო გარიცხული დასავლური ბიბლიური კანონიდან და ათასწლეულობის განმავლობაში ის არსებობდა მხოლოდ ფრაგმენტებში და მინიშნებებში. სრული ტექსტი
შენარჩუნდა მხოლოდ ეთიოპიურ მართლმადიდებულ ეკლესიაში. მინდა შეგახსენოთ, რომ ესეთ ვიდეოში, რომელსაც მე წავაწვდი ინტერნეტში, ის კაცი ყვებოდა ამ ნამყოფია ეს ავტორი ამ ვიდეოსი იქ ეთიოპიაში მართლმადიდებულ ეკლესიაში და ეს ეთიოპიური ბიბლია არის იქ ებრაელები იმსახურობენ და ამ ებრაელებმა ეს ბიბლია შეინახეს და მხოლოდ იქ არის ეს ენოქის წიგნი სრული მოცემულობით შენახული. ხო, მათთვის ის იყო ჩვეულებრივი წიგნი, როგორც ვინახა ბიბლიას კითხულობ და სხვადასხვა წიგნებია, ასევე იყო ენოქის წიგნი ამ წიგნებს შორის და ჩვეულებრივ კითხულობდნენ ამ ბიბლიას. ხო, და ამ ენოქის წიგნის მიმართ დასავლური ეკლესიის წარმომადგენლები შეიცვალნენ იმის შემდეგ, როდესაც მე-18 საუკუნეში ერთმა შოტლანდიელმა ჩამოიტანა 3 ეგზემპლარი ამ ეთიოპიური ბიბლიის წიგნისა 1773 წელს. პირველი ინგლისური თარგმანი იყო გამოქვეყნებული რიჩარდ ლორენსით 1821 წელს, რამაც გამოიწვია სენსაცია ბიბლიურ და ოკულტურ წრეებში. აგრეთვე, როგორც იცით, რაღაც მანუსკრიპტები იყო ნაპოვნი კტარე ზღვაში თუ კტარი ზღვის სანაპიროზე, არ მახსოვს ხო, ალბათ სანაპიროზე იქ ოღონდ იქ იყო ამ ენოქის წიგნის არამეულ ენაზე დაწერილი. ხო, ეს მანუსკრიპტები იყო ნაპოვნი მე-20 საუკუნეში, რამაც დაამტკიცა ამ ტექსტების უძველესობა და მისი მნიშვნელობა იუდეველების ტრადიციისთვის მეორე ქრამისა, მეორე ტაძრისა, უბრალოდ. 11 ხელნაწერი ენოქის წიგნისა ნაპოვნი იყო კუმრანის გამოქვაბულებში, რომელიც იყო დათარიღებული ჩვენი მე-3 საუკუნით ჩვენი ერისა. ხო, მე აქ შემეშალა, ესე იგი მე-3 საუკუნიდან ჩვენ ერამდე, პირველ საუკუნემდე ჩვენ ერაში. ფილოსოფიური და თეოსოფიური მნიშვნელობა ამ ცოლებისა შეუძლებელია გადააჭარბო მათი შეფასება. ის გთავაზობს ფუნდამენტალურ პასუხს თეოდიციაზე, საიდან იშვა ბოროტება ტრადიციული ბიბლიური ნარატივი აბრალებს კაცობრიობას ადამის და ეყრდნობა ადამის ცოდვაზე, ადამი და ევას ცოდვაზე. ენოქის წიგნი კი უმატებს სხვა განსხვავებას. ბოროტებას აქვს ზედაწყარო ვიდრე ადამიანი. ესე იგი, ბოროტება გაჩნდა ადამიანებზე უფრო მაღლა ზეციურ სამყაროში. ანგელოზები, ეს 200 ანგელოზი ხომ ზეციურ სამყაროს ეკუთვნოდნენ და პირველად ბოროტება დათესენ ზუსტად ამათმა. და გვაბრალებენ ბიბლიაში ჩვენ ვართ ცოდვილი ადამი და ევას შთამომავლობა და ამიტომ მათი ცოდვები გადაგვეცემა ჩვენ საერთოდ ადამიანების კაცობრიობა საერთო ჯამში არაფერს შუაში არ ყოფილა. და პირველი ცოდვა ჩაიძინეს ზეციურმა ანგელოზებმა, იმით რომ დაეშვნენ მიწაზე და ინტიმურ კავშირში შევიდნენ ადამიანურ ქალიშვილებთან. ამ ცოლებმა მოიტანეს ცოდნები და ტექნოლოგიები, რომლებმაც კაცობრიობა გარყვნეს. ნეფილიმმა მოიტანეს ფიზიკური ძალადობა და ქაოსი. მკვდარი ნეფილიმების სულები აგრძელებენ კაცობრიობის წამებას, როგორც დემონები. კაცობრიობა თავისი ნებით კი არ დაეცა, აი ადგა და უბრალოდ შესწოდა. არა, კაცობრიობა იყო აქტიურად გარყვნილი ძალებით, რომლების წინააღმდეგ მათ დაცვა არ ჰქონდათ, ვერ დაიცავდნენ თავს. და მართალიცაა, როგორ დაიცავდა კაცობრიობა თავს ზეციური ანგელოზების წინააღმდეგ.
ამ კოსმოლოგიას აქვს გნოსტიკური ეხო. იდეა, რომ ჩვენი მატერიალური სამყარო იმართება არა ბოროტ და არა მატერიალური ძალებით, რომ კაცობრიობა მოტყუებულია, რომ ჭეშმარიტი ცოდნა იყო დამალული ან გამრუდებული, ეს თემები პოულობენ, ესე იგი, პარალელურ, უბრალოდ ეს ტექსტები არიან პარალელურ გნოსტიკურ ტექსტებშიც, ამ კონტექსტში ეს მცველები შეიძლება გაიგებიო არქონტებთან კოსმოსური მართლები, რომლებიც აკონტროლებენ მატერიალურ სამყაროს და უკავიათ კაცობრიობა უვიცობაში. მათი ცოდნის გადაცემა კაცობრიობისთვის არ იყო განათლების მიზნით, არამედ ისინი გეგმავდნენ მომავალში კაცობრიობის დამონებას, რითაც კაცობრიობას მისცენ დაანგრების ინსტრუმენტი, რომ მათი ყურადღება გაეფანდათ. კაბალისტიკურ ტრადიციებში ცოლების ისტორია ინტერპრეტაციაშია კრეპოტების ტრადიციების მეშვეობით, გარსების ან ნაჭუჭების მეშვეობით, რომლითაც არის დაფარული ღვთაებრივი სინათლე, დაცემული ანგელოზები არიან წარმოდგენილი ძალებად, რომლებაც ოკუპირება გაუკეთენ და გამრუდეს ღვთაებრივი ემანაციები, იმით რომ შექმნეს დემონური იერარქიები, რომლებიც ირეკლავენ ზეციურ იერარქიას, მაგრამ ინეტირებულ ფორმაში. ზოგ კაბალისტიკურ ტექსტებში აზაზელი ხდება დემონის სახელად, რომელიც დაკავშირებულია სკათულმად ბუჩენია, მაპატიეთ ქართულად ვერ გავიხსენით, თუმცა ახლავე ნახავ ინტერნეტში. ხო, იყო დაკავშირებული განტევების ვაცთან და ამ განტევების ვაცზე ებრაელები ამ განტევების ვაცს აკისრებდნენ ებრაელების ცოდვების გადატანას, სანამ ამ განტევების ვაცს გაუშვებდნენ უდაბნოში. ასეთი წესი ჰქონდათ ებრაელებს. ისლამურ ტრადიციაში ისტორია აქვენ მოთხრობები ჯინებზე, არსებები, რომლებიც შექმნენ უყვამლო ცეცხლისგან, რომლებსაც გააჩნიათ თავისუფალი ნება და შეუძლიათ გაკეთონ არჩევანი სიკეთე და ბოროტების შორის. ზოგი ისლამური კომენტატორები იდენტიფიკაციას უკეთებენ მცველებს ჯინების ჯგუფთან, რომლებიც დაეშვენ დედამიწაზე და შეერიდნენ კაცობრიობას. სახელები ხარუდი და მარუდი ზოგჯერ ინტერპრეტირებენ როგორც ეხო ტრადიციებში ამ დაცემულ ანგელოზებზე, რომლებიც ასავლიან ბაბილონში ხალხს მაგიას. ნეფილიმების ისტორიას აგრეთვე აქვს არქეოლოგიური და მიფოლოგიური რეზონანსი. პრაქტიკულად ყოველი ძველ კულტურას აქვს ლეგენდები გოლიათებზე, რომლებიც არსებობდნენ ისტორიულ დრომდე. ბერძნული ტიტანები, სკანდინავური რთუნები, ბიბლიური რიფაიმები და იონაკიმები მათ ყველა შეუძლია იყვნენ კულტურულები ნეფილიმებზე მოგონებებით. მეგალითიკური სტრუქტურები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლის სტრუქტურა მოგეჩვენება შეუძლებელი ჩვენ დროის ტექნოლოგიებისთვის, ხშირად მეწერება გოლიათებს ლოკალურ ლეგენდებში, ბალბეკი ლიბანში, სტოუჰენჯი ინგლისში, კუნძულ პასხის სტატუეტები, ყველა ისინი გარშემორტყმულია ისტორიით, არსებებზე, რომლებიც ფლობდნენ სუპერძალით, რომლებაც გააშენეს ის, რისი გაჩენება უბრალო კაცობრიობას არ შეეძლო. თანამედროვე ეზოტერიკული ტრადიცია აიღო ამ ცოლების ისტორია და გაფანტა განავითარა ის მრავალ მიმართულებებში, ოქრო განთიადის ორდენი და სხვა ცერემონიალური მაგიური ორდენები შეიტანეს ამ დაცემული ანგელოზების სახელები თავიან მემუარებში და ხშირად უკეთებდნენ ინტერპრეტაციას მათ როგორც ძალებს, რომლებიც გამოძახება შეიძლება სპეციალური სპეციფიკურ მაგიურ მიზნებისთვის. ეს წარმოადგენს რადიკალურ
რეინტერპრეტაციას ტექსტისა, ის რაც იყო გაფრთხილება კოსმოსური კატასტროფებისა, ხდება როგორც ხელმძღვანელობა ოკულტური მართლობისა. ახლა რის გაკეთებას აპირებენ ზოგიერთ მიიჩნევს ამ ანგელოზებს, დაცემულ ანგელოზებს გმირებად, თითქოს და ამათ მოუტანეს ცოდნები კაცობრიობას და ღმერთი აბსოლუტი გამოყავთ ტირანად, რომელიც წინააღმდეგია იმისა, რომ ადამიანებმა მიიღონ ცოდნები. ეს ირეკლას ლუციფერიანულ ფილოსოფიებს, სადაც დაცემული ანგელოზები წარმოდგენილი არიან როგორც სინათლის მტარებლები, რომლებმაც განათლება შემოიტანეს კაცობრიობის ცივილიზაციაში, ძველი ასტრონავტების თეორია, რომლებიც პოლარიზებული არიან მე-20 საუკუნეში, რომლებმაც ნახენ ხარდაჭერა ენოქის წიგნში თავისი იდეების განსავითარებლად და ეს მცველები დაცემული ანგელოზები ინტერპრეტირებულია როგორც უცხო პლანეტელები, უცხო არსებები, რომლებიც ჩამოფრინდნენ დედამიწას და პრიმიტიული კაცობრიობასთან ასიმილაციის შემდეგ და თანამედროვე ტექნოლოგიების გადაცემის შემდეგ და ეს ტექნოლოგიები ძველებით იყო ინტერპრეტირებული როგორც მაგიური ცოდნები და ეს ნეფილიმები ამ კონტექსტიდან გამომდინარე ხდებიან ამ ესე იგი უცხოპლანეტელების და ადვენების ჰიბრიდული წარმომადგენლები. მეტალურგია, ასტრონომია, მათემატიკა, ყველაფერი ეს ინტერპრეტირებს, ამას ყველაფერს უკეთებენ ინტერპრეტაციას, ტექნოლოგიები უცხოპლანეტარული წარმოშობისა, თუმცა ეს ინტერპრეტაცია პოპულარულია, ის უშვებს სიმბოლურ და სულიერ გაზომილებებს ამ ტექსტში და რედუცირებს ღრმა თეოლოგიურ ნარატივს მატერიალური ჰიპოთეზასთვის. მატერიალური ჰიპოთეზად. ფსიქოლოგიური ინტერპრეტაცია ხედავენ ან დამცველებს როგორც პროექციას ადამიანური უგონლობისა ან როგორც არაგაცნობიერებულ ადამიანს აკრძალული ცოდნები, რომელიც გადასცა ანგელოზებმა კაცობრიობას, შეიძლება იყოს გაგებული მაღალი, ესე იგი, ხელისუფლების სადავეები, რომელიც კაცობრიობამ მიიღო დროზე ადრე. მეტალურგია წარმოადგენს ტექნოლოგიურ ხელისუფლებას, რომელიც ადლევს შესაძლებლობას მატერიალური სამყარო ჩამოაყალიბოს, მაგრამ ამავე დროს მეტალურგია ხელს უწყობს მასიურ დანგრევას. კოსმეტიკა და სამკაულები წარმოადგენენ ხელისუფლებას აღთქმის წინაშე, ესე იგი, სამკაულები და კოსმეტიკა აღთქმაზე ხელმძღვანელობენ. ავლენენ გავლენას აღთქმაზე. ხო, და ქადაგებენ პოპულაციას გარეგნობით, ყურადღებას ამახვილებს, ესე იგი, ხელს უწყობს იმისთვის, რომ ყურადღება გაამახვილონ გარეგნობაზე და ხელს უწყობს ილუზიის შესაქმნელად, გარეგნობის ილუზიის შესაქმნელად. მაგია კი წარმოადგენს ხელისუფლებას უხილავ ძალებზე, მაგრამ კოსმოსური კანონების გაგების გარეშე, რომელსაც ექვემდებარებიან ეს უხილავი ძალები, ასტროლოგია კი წარმოადგენს ცოდნას, რაც ეხება ბედისწერას, ხო და ყოველი ამ ცოდნისგან შეიძლება გამოიყენო როგორც კონსტრუქტიულად, ისე დესტრუქციულად. აი მაგალითად, მე მინდა ერთი მაგალითი ჩავამატო, აი კოსმეტიკა და ხელისუფლება, სამკაულები. კეთდება მრავალი პლასტიკური ოპერაციები, იმისთვის რომ გაილამაზონ თავი, ან ცხორი არ მოწონ, ან ნაოჭები აქვს და ის ეთაკილებათ, ან ტუჩის აწევა უნდათ, ან ტუჩის დაბერვა უნდათ. აი ეს ყველაფერი საკურველია, სადვლინდება ილუზია დღევანდელი ინდუსტრია
პლასტიკური ოპერაციებისა, კოსმეტიკის შესაბამისი ხალხსატყუების რეკლამა, რეკლამირება, ტუჩის საცხების. ხო, აი მე ვიყავი ამაზე გაგიჟებული ერთი პერიოდი, ორიფლეემი, ივონი, ეს ყველაფერი ახლა ამ დროის განმოსახედიდან ფიქრობ რა სულელი ყოფილვარ. ხო, აი წავისმევდით, ხო, აი გვეგონა თუ ევონის ან ორიფლეემის ტუჩისაც წაისმენდი რაღაც სხვანაირი ხარ, რაში დარება? არა და ნების ტუჩის ბამბები ყველასნაირია. ხო, ესე იგი ჩვენ თვითონ ვიჯადოვებდით ჩვენ თავს და ორიფლეემში ან ევონში ნაყიდი კოსმეტიკა გვეგონა ჯადოსნური. ჩვენ იმას გვაჩვენებდა ჩვენი ილუზია, რისი ნახვა გვინდოდა. ან სუნამო არის ქიმიური ნაზავი. ხო? დედა რა არომატი აქვს, დედა რა სუნი აქვს, დედა ხო. ეს ყველაფერი მიზან როგორ გითხრათ? მიზან დასახულად კეთდება ჩვენი ხედვითი წარმოსახვის გასაბერად. და მე როდესაც გადავყარე ჩხილის ლაქები, კოსმეტიკას მე მაინც არ ხარულდი ყოველდღიურად 1000-ში ერთხელ შეიძლება და ტუჩის საცხი მიყვარდა. გადავყარე ყველაფერი, ერთადერთი რაც დავიტოვე თმების საღებავი, თმას ვიხებავ, კი, ხშირად არა, მაგრამ თმის შეღობავი თმის გარეშე ვერ ვივლი, რადგან შეღობავი თმა ასაკს მატებს. არა, თუ ნახა იტყვით გამოგიჭირეთო, არა. ჩემთვის სულ ერთია. რასაკისა ვარ, მაქვს ნაოჭები, არა მაქვს. ჩემთვის თავარია შინაგანი სილამაზე. ჩემთვის თავარია შინაგანად ვიყო მშვიდი, შინაგანად ვიყო გასუთავებული, შინაგანად ვიყო იმ დონეზე, რომ ადამიანებმა ჩემში ფიზიკური კი არ შეაფასონ, არამედ ჩემი სულიერი მდგომარეობა შეაფასონ. არა, მე ადრეც მასე ფიქრობდი ყოველთვის, კი, ფიქრობდი. პირველ ადგილზე მე ვაყენებდი სულიერ მდგომარეობას ადამიანებისა. სხვათა შორის მე ყოველთვის ვაკვირდებოდი თვალებს. თვალებით ხვდებოდი ადამიანი როგორი იყო. მე ინტუიციაც ჰქონდა განვითარებული, მაგრამ მე ჯერ კიდე არ მისვლოდა იმდენი. და ახლა ამ სიბერეში ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი. როდესაც ითით მეწუნეთ. თან ეს კოსმეტიკა ახლა შეფტობა მე ახსნით და განმარტებით ჩემ ცხოვრებაზე. თან კოსმეტიკა ნებისმიერი, თან ბავშვური კოსმეტიკა არ არსებობს. ეს იგივე დიდების კოსმეტიკაა. ჩვენ ვაჩვევთ ჩვენ შვილებს ბავშვობიდან კონტაქტს კოსმეტიკურ საშუალებებთან. არ ქნათ დედებო, არც დღესასწაულებზე არ შეღებოთ თქვენი შვილები. თქვენ წამბავთ თქვენ შვილებს, მათი ორგანიზმი ჯერ პატარა, მათი ორგანიზმი არ არის ჯერ გაცლიერებული, რომ ამ ქიმიურ ნივთიერებს ებრძოლონ. არ არსებობს ჩხილების ლაქის ჩხილის მოსაცილებელი. ეს არის აცეტონი, ბენზინის აცეტონი. თვითონ ჩხილის ლაქიც არის ქიმია. ჩვენ რომ კოსმეტიკას თვალებზე ვისვ პუდრა, ანდა პუდრა. თქვენ იცით რომ პუდრაში ასბესტია. კი, ეს უნდა სინათლე დღისით ედებო,
ასბესტის გარეშე პუდრა, ალბათ ტალკს რომ უძახიან, ის არის ასბესტის გარეშე პუდრა. ამ პუდრას ჩვენ ვაყრიდით ადრე. მე არა, მაგრამ აყრიდნენ ჩვილ ბავშვებს ტანზე. ან ეს ჯექსონები, მოქსონები, ბავშვის დასაბანის საშუალებები რომა. არა, ხალხო, არა. სჯობია საპონი დაბანოთ ბავშვი უბრალო დასაბანის სარეცხი არა, დასაბანის საპონით. უფრო ნაკლებად საფრთხე შეიცავს საპონი ვიდრე დასაბანის საშუალებები. მე მივატოვე შამპუნების და ბალზამების ხმარება. მე ვიბან საპონით. ხმარო პირის საპონით და შავ საპონს ხანდახან. ყოველთვის არა, რომ სტერილიზაცია გავუკეთოთ ჩემ სახის კანს. მეტალურგია ქმნის ინსტრუმენტებს და იარაღს. კოსმეტიკა შეიძლება იქნეს ხელოვნება, შეიძლება არა, კოსმეტიკა შეიძლება გამოაჩხავნოს, ესე იგი, მე არასდროს წარმოვიდგინე, კოსმეტიკა შეიძლება ემსახუროს ხელოვნებას ან ილუზიას, მოტყუებას. მაგია შეიძლება იქნეს სულიერი პრაქტიკა ან მანიპულაცია. ასტროლოგია შეიძლება გამოიყენო როგორც ფსიქოლოგიური ინსტრუმენტი, ან როგორც ფატალისტიკური ცრუმორტყუნეობა. პრობლემა არ იყო ცოდნაში, როგორც ასეთში. საქმე იყო იმაში, რომ კაცობრიობამ ეს ცოდნები მიიღო იმ დროს, როდესაც ის არ იყო ძლიერ მორალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. ეს ნიშნავდა ხელისუფლება სიბრძნის გარეშე და შედეგიც იყო ადეკვატური, კატასტროფიული. ენოქის წიგნი აგრეთვე წერს საკითხს ცოდვის ბუნებაზე და პასუხისმგებლობაზე ამაზე. ცოლები იყვნენ ანგელოზები, მაღალი მდგომარეობის არცებები, რომლებიც ფლობდნენ კოსმოსური ცოდნებით, კოსმოსური კანონების ცოდნებით და მათი ცოდვა არ იყო ვიცობის ნიადაგზე ჩადენილი. მათი ცოდვები იყო შეგნებულად ჩადენილი. მაგათმა იცოდნენ, რომ არღვევდნენ ფუნდამენტალურ კანონს და ეს გააკეთეს შეგნებულად. საკურველია მათი დანაშაული არის აბსოლუტური. Их наказание не может быть смягчено. და მათი სასჯელიც დარბილება შეუძლებელია. მაგრამ რა დაემართება კაცობრიობას? ენოქის წიგნი აღწერს იმდროინდელ კაცობრიობას როგორც სხვერპლს, რომელიც აიძულეს გარყვნილიყო, რადგან მათ იმ დროს არ ესმოდათ თავისი ცოდვის ხარისხი და ვერც გაკონტროლება შეეძლოთ. წარღვა ანადგურეს მთელ კაცობრიობას, ნოეს ოჯახის გარდა, მაგრამ იყო თუ არა ეს სამართლიანი არჩევანი. ერთხელ კაცობრიობა აჩვენებენ როგორც სხვერპლს, რომელიც ვერ ხვდებოდა თუ რას იდენდა. მეორე მხრივ ხალხი აქტიურად ღებულობდა აკრძალულ ცოდნებს. იარაღს იყენებდნენ ომისთვის, მაგიას პრაქტიკებიც იყო გავრცელებული და იყო გავრცელებული გარყვნილობა. ისინი არ იყვნენ უბრალოდ პასიური მიმღებლები ამ ცოდნებისა, მაგრამ ისინი იყვნენ აქტიური მონაწილეები საკუთარი თავის დაცემაში. ეს ირეკლავს მორალურ მდგომარეობის სირთულეს, როგორც კაცობრიობისა. ჩვენ ადრეულად ვართ სხორბლი და დამნაშავეებიც, გარყვნილი გარეთა ძალების დახმარებით და მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ არჩევნებს, რომლითაც ვამძიმეთ ჩვენ მდგომარეობას, ჩვენ არსებობას. ენოქისთვის ამ წიგნში გაკუთვნილი ადგილია როგორც წმინდანის ადგილი და ენოქი ცოცხლად აიყვანეს ზეცაში და ამით უჩვენებენ, რომ ეს შესაძლებელია, ვინც წმინდანია და ვინც ცდილობს შეინახოს თავისი სულიერი სიწმინდე, შეიძლება მან არც კი იხილოს თავისი ფიზიოლოგიური სხეულის გვტომა.
მისი შთამომავალი ნოეც იქნება გადარჩენილი წარღვნისაგან. ეს იმაზე მეტყოლებს, რომ თუნდაც კოსმოსური კატასტროფის მომენტში ინდივიდუალური არჩევანს აქვს მნიშვნელობა. სიწმინდე შესაძლებელია და ეს სიწმინდე იქნება დაცული, თუნდაც მაშინ, როდესაც მთელი სამყარო ჩაიძირება ქაოსში. ამ კონტექსტში წარღვნა მხოლოდ სასჯელი არაა, არამედ არის კოსმოსური განწმენდა. მიწა იყო დაბინძურებული სისხლით, ძალადობით, აკრძალული ცოდნით, ჰიბრიდული არსებებით, რომლებიც არ უნდა არსებობდნენ. ქმნილების სტრუქტურა იყო დარღვეული. ფუნდამენტალურად წარღვნა, ხო, ამაზე მე შევჩერდები. არ მინდა გრძელი ვიდეოები ამ თემაზე გავაკეთო, მინდა რომ ვინც ამას მოусმენს, არ მობეზრდეს და ზომა არა, ის რა ქვია, დრო ამ ვიდეოსი არ იყოს გრძელი, რადგან მოკლე ვიდეოს უფრო ჩაცდება ადამიანი და შეიძლება რამდენჯერმეც კი მოусმინოს. მადლობა ყურადღებისთვის. გაგრძელება იქნება.